გამარჯობა, დღეს 11 აგვისტოა 2025 წელი, თქვენ უყურებთ პროექტ ჩემი თვალით ნანახი ჯარი, მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი და ტრადიციულად უკვე თადარიგის მთავარ სერჟანტ თორნიკე თვარაძის ერთად მოგესალმებით. და ტრადიციულად მოგესალმებით მეც და მადლობა რჩევებისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ, გვაშიარებთ თქვენს პოზიციას აფიქსირებთ კომენტარებში, ეს გვეხმარება YouTube-ის ალგორითმის მეშვეობით რომ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ მოსაზრებები. წინა ეპიზოდს, რომელიც გიორგი განწუხელიძეზე იყო საკმაოდ რეზონანსული გამოხმაურება ჰქონდა და დღეს, რა თქმა უნდა, აგვისტოს თვის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ ომის თემაზე საუბარს. აქვე კიდევ ერთხელ, თუ კი ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და ტრადიციულად დალაიქეთ ვიდეო, გააშიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ. და 2008 წლის ომი. მე მიყვარს რა ამ ომს ესე ვეძახი რა, რომ რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი ომების 2008 წლის ეპიზოდი. იმიტომ რომ არ მგონია რომ ომი მაშინ დაიწყო, ან მაშინ დამთავრდა, მგონია რომ ომი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და არ დამთავრდება მანამ სანამ ჩვენი ტერიტორიული თვითმფრინავება არ აღდგება, ჩვენი ეროვნული სახელმწიფო საბოლოოდ იმ სუვერენიტეტის ფარგლებში არ შედგება, როგორც ის ნაღიარები აქვს ბოროტების იმპერიის დაშლის შემდეგ მთელს ცივილურ საზოგადოებას. სამწუხაროა რომ ომები გვიწევს ჩვენი სიმართლის განსამტკიცებლად, თუმცა მოცემულობაა, როდესაც ყავს ისეთი აგრესორი მეზობელი, როგორც არის რუსეთი, სამწუხარო მოცემულობაა და ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ. ჩემი თვალით ნანახი ჯარში რომ ომზეც ჩემი თვალით ნანახს რომ მოგვიწევდა, ასე ვთქვათ. ეგეც ამ რეალობის და ეს რეალობა და ეს მოცემულობა. როგორც წინა ეპიზოდში თქვი, 3 აგვისტოს ხო სწორად მახსოვს ჩამოხვედი ამერიკიდან კურსებიდან. მოდი მაქედონია დავიწყოთ, ხო? ასე ვთქვათ, ჩამოხვედი და ავიღე შვებუნება და ვაპირებდი დასვენებას, როგორც წესით ესეთი თითქმის წელიწად ნახევარი ვიყავი წასული და გიწევს ერთთვიანი თვლიანი წლის, ესე რომ ვთქვათ, შვებულება რაც გეკუთვნოდა და ერთი თვე მქონდა განზრახული. არც ოლოდინი იყო, არც მანამდე ინფორმაცია მქონდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიგეგმია და არ ვემზადებოდით ამისთვის. და ჩამოვედი უბრალოდ უკვე 4-ში, 5-ში დავისვენე და 6-ში უკვე ანუ 5-ში მეგონი რაღაც ხდებოდა უკვე, პრობლემები იყო, იქეთ სამეგრელოს მიმართულებაზე პოლიციელი სამეგრელოს არა, ცხინვალის მიმართულებაზე შემოვლით გზებზე 31 ივლისიდან პრაქტიკულად 1 აგვისტოდან დაიწყო მუდმივი, ანუ გააძლიერდა პროვოკაციები, იყო მუდმივი დაცხრილვა, ასე ვთქვათ. პროვოკაციაზე იქეთაც იყო რაღაც ერთი სამეგრელოს ხო, რაღაც იყო. ანუ ხდებოდა ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების პოზიციებიდან სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის გახსნა სხვადასხვა კალიბრის, სხვათა შორის ეს არ იყო მხოლოდ ავტომატი ან ტყვია მფრქვევი, იყო შედარებით მსხვილი კალიბრების და მოსახლეობის დაცხრილვა და დაბომბვა, რომელიც აი ამ რეგიონში ცხოვრობდა. ანუ ეს ასე ვთქვათ, იყო შეუქცევადი ესკალაციის ციკლი, რა დროსაც ქართული მხარე პასუხს არ ცემდა, რაღაცა დიპლომატები ჩაყავდათ იქ რეგიონში, ცდილობდნენ ადგილზე დაეთვალიერებინათ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, თუმცა ამ ყველაფერმა არ იმოქმედა და ახლა პრინციპში მაგას არც განვიხილავთ. ყვებით უკვე უშუალოდ დაიწყო ომი, როდესაც შენ ჩაერთე და მოგეთ შვებულება დაწერე, ისვენებ, მაგრამ ვინ დაგასვენა? ვერ დავისვენებ, ну რა დასვენებაზე იყო საერთოდ საუბარი. რაღაცნაირად არის თითქოს აი დღესაც რო რაღაც მეფალაიფორს მოხდეს, უფრო შეიძლება მზად ვიყოთ, ვიდრე მაშინ ჩემ თავში ეს ყველაფერი მოიხარშა, ჩემ სახლში, ოჯახში ეს ყველაფერი. უცებ დავჯექი მანქანაზე. ახალი ნაყიდი მანქანა მყავს, ფაქტობრივად მე არ მიყიდი, ნაყიდი მანქანა დამხვდა. დავჯექი ამ მანქანაზე, თითქოს აი ჩემი გრძნობდა რომ რაღაცა არ მიდიოდი ჩვეულებრივი გასვლა არ იყო, ნუ ხშირად სენაკში მუშაობდი და წარმოიდგინე აი ღამე მიდიოდი ხოლმე რომ დილით იქ ყოფილიყავი და მახსოვს ესე დამლოცა და აი გამაცილა რა, ომში გამაცილა ფაქტიურად. იმიტომ რომ ტელევიზორში უკვე რაღაცები იყო
თან მეც ისე დამირეკეს და მეც შეულებრივ გასვლა არ მქონდა და წავედი მართლა ორი მანქანა მივდიოდით, ისიც უკვე სადაც ხაშურიდან დამიმგზავრა ძალოვანის მანქანა იყო სავარაუდოდ ჩაბურული შუშებით. მაშინ მეგონი ყოველს ქონდა, მაგრამ ნუ აშკარად ეტყობოდა, რომ არ იყო ჩეულებრივი მოქალაქე გამრული და ორი მანქანა მივდიოდით, მთელი სიჩქარით რაც შეგვეძლო, რომ ჩაგვესწრო, იმიტომ რომ ქვედანაყოფი უკვე მზად ყოფნაში იყო, უკვე შეკრებილი, მე ვაკლდი ერთ მასშტაბურებების შეცდა და მე ცოტა დამაგვიანდა ესე რომ ვთქვა. და დანარჩენი აქეთ მოდიოდა ყველა. ესე რომ ვთქვა, ქაოსია თითქოს აი ჩუმად გავიარე. მაშინ ეს რიკოთის გვირაბი იყო თუ გახსოვს, ფულს იხდიდი და მანდაც კი უპასოდ გამატარეს. გავიარე და რო ჩავედი, ნუ იქიდან უკვე დაიწყო მზადება რა. იმ ღამეს მოვემზადეთ. შესაძლებლობის ფარგლებში რაც იყო შეიარაღება, ბევრი ვარიანტი იყო, შევსულიყავით თუ არა სამხედრო ტექნიკით, რამდენად იყო მიზან შეწონილი. მე გზადაგზა რა თქმა უნდა ეს თემები დამუშავა და აქეთ რო გამოვედი და დაიძრა ეს კოლონა უკვე მართლა აი ფილმებში რო მინახავს ხოლმე ეგ ემოციები და ეს მხარდაჭერა მოქალაქეების ან თვალშისაცემი იყო, ახსენები მაქვს მეგონი ერთ-ერთ ჩაწერაზე, რომ მანქანებში გვიყრიდნენ საკვებს, სიგარეტს, წყალს, აი ყველაფერს ეტყობოდა, რომ არავინ არ ზოგავდა. შეიძლება გჭირდებოდა. აი რო შეიძლება დავუშვათ აი ელემი შემოვიდა სიგარეტი, დავუშვათ აი იაფასიან უბრალოდ აგდებდნენ, გვაძლევდნენ უფრო ძვირიანს. ეტყობოდა, რომ აი არავინ არ რაღაცნაირად აი უნდათ რომ ჩვენ ხარდაჭერა გამოიხადათ. ანუ სცენა კიდენ თქვენ არა კოდორის მიმართულებით, არამედ ცხინვალის მიმართულებით წამოხვედით. კოდორში მაშინ უკვე კოდორში 2006-დან მე მგონი უკვე იყო რაღაც ძალები. ასული. იმიტომ 2006-ში ვიყავი კოდორში, რომ ჩამოვედით ერაყიდან. მაშინ ვიყავი მან და მაგის მერე მე მგონი ქვედანაყოფები მორიგეობდნენ უბრალოდ. და მე მგონი ქვედანაყოფი თუ რაღაც დაემატა. შემდეგ მაგრამ ძირითადად ქვედანაყოფი იყო. წამოხვედით სიმართულებით. სენაკის სიმართულებით წამოვედი და გზაში მუშავდებოდა ეს ვარიანტები, რომ რითი ჯობდა შევსულიყავით, იმიტომ რომ ხა უკვე ახლომდებარე ქვედანაყოფები ჩართულები იყვნენ ბრძოლაში, ერთი ღამის ბრძოლა უკვე გამართული იყო, უბრალოდ შესულები იყვნენ და ჩვენ უკვე უახლოვდებოდით. და ჰაერი დაუცველი გქონდა, იმიტომ რომ და ჰაერი მუშაობდა მოწინააღმდეგე, ბომბავდა გორს, თბილისს, ეს ინფორმაციები ჩვენთან მოდიოდა. არა როგორც ოპერატიული, არამედ ტელევიზიიდან, რადიოდან, ანუ ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან, რა თუ სადმე ხელმისაწვდომი იყო, ჭოვრები ესენი ყველაფერი არეული ერთმანეთში მოკლედ და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით სამოქალაქო, ასე რომ ვთქვათ, რომ მაქსიმალურად არ ყოფილიყო თვალშისაცემი და გადავწყვიტეთ რა და ანუ ხო რა გადავწყვიტეთ, მაგრამ არც მაგ იდეას არ გავყევით და ბოლოს უკვე შევედით ფეხით, ესე რომ ვთქვათ, დავიწყეთ მოძრაობა უკვე ერთი A წერტილიდან ბოლო წერტილამდე დავიწყეთ გადაადგილება და მოგვიწია ღამეც სიარული და უკვე ხედავდით როგორ გამოდიოდნენ უკვე ანუ აფეთქებული მანქანები, დაზიანებული ჯარისკაცები გამოყავდათ, დაჭრილები. ნუ აშკარად აი მართლა ფილმებში როგორც არის რომ ერთი ქვედანაყოფ მეორეს ანაცვლებს და იქიდან დაშავებულები გამოყავთ. აი ამ რეჟიმით მოხდა ზუსტად ჩვენი შესვლა. მარტო ჩვენი არ იყო ჩვენი ბრიგადის შესვლა, სხვა ქვედანაყოფებიც რო გითხრა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ამ ჩამოყალიბებულ ჯარს არ ქონდა გამოცდილება ომის, მე ჩემი შეფასებით კარგად შევაფასებდი მაინც, მაგრამ უკეთესით შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ ქაოსი იყო და ეხლა არავის ომში არ არის უკაოსობა. ანუ ეს უკვე 8 არის თუ 9 არის თუ რა ხوار გახსოვს რა როდის ჩაერთვე უშუალოდ ჩემს საბრძოლო მოქმედებაში? 9-ში უკვე დაჭრილი ვიყავ. 7, 8 და 9-ში უკვე დაჭრილი ვიყავ. 8-ში უკვე გამთენის. პრინციპი 10 წუთის არა მე მგონი რაც საუბრობთ და უკვე ორჯერ დადასტურდა შენი მოყოლიდან რომ ჩვენ ამისთვის არ ვემზადებოდით და შესაძლოა ვერც დავიწყებდით, ხო? ანუ ის რომ ადამიანი ჩამოხვდა შეგულებაში წახვედა და მოგიწია იქიდან გამოსულა, მე მეორე ისიც კი არ იყო გაწერილი, როგორ უნდა შესულიყავ. ჩემი გადმოსახედიდან თუ ჩვენ ვიცოდით ეს და მომზადებული შევედით, მაშინ მაგ მომზადებას ჩემ ქვედანაყოფს არ მოუწონებდი, იმიტომ რომ აშკარად
არ ვიყავით მომზადებულები და მომზადებულები ვიყავით იმ მზადყოფნით, რა მზადყოფნა დღესაც აქვს ხო, ნებისმიერ დანაყოფს, ხო, რომ წუთნებით, რომ აი რომ მოხდებს რაღაცა, როგორ ანუ იქ არ იყო წინასწარ დაგეგმილი, ანუ უშუალოდ აი ომისთვის მზადყოფნა, იმიტომ რომ ხო. ანუ შეტევის ოპერაცია არ ყოფილა დაგეგმილი იყო, რაღაცა თავდაცვის ოპერაცია ზოგადი და მე შეტევა არც არასდროს შეტევა ხო, ჩვენ ძირითადად საქართველოს თავდაცვის არ ვართ ფართომასშტაბიან თავდაცვაზე ორიენტირებული და ამის ცოტა ისეთია რა, ანუ ჩვენ რო თავდასხმისთვის მომიზადოთ, ჯერ არც გქონია ამის ისტორიული მაგალითები, რომ თავდასხმა ვიყოთ აი თუმეტეს რუსეთის მიმართულებაზე, ჩრდილო მეზობლის თავს დავესხათ, თავდაცვაა ჩვენი ძირითადი პრინციპები და მაგ პრინციპებით ვემზადებით. თავდასხმას თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ რაღაცა კონკრეტული დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად, ანუ ბრძოლაში დავკარგეთ და მე უკან მივდივართ, დავიბრუნოთ, ეს თავდასხმა არ არის, ეს არის უბრალოდ ანუ შიდა ტაქტიკა არის, რასაც. კაი, იქ გაწყვეტინა, რომ შეხვედით ადგილზე, როგორც თქვენი დანაყოფი, ისევე სხვა ბრიგადები. მე რა ხდება? თუ ანუ არ ვიცი ამდენად გაქვს ამ დროისთვის უფლება, რომ მოყვა ლოკაციების მიხედვით. კაი, მაშინ ის რაღაცა X წერტილი დავარქვა. ხო, მაგიტომაც ვამბობ, რომ რაღაცა X წერტილიდან. ხო. შევეცდები, რომ მაქსიმალურად ხო, ну იმ დღესაც მოხდა არაფერი დაზიანება ჩვენ არ მიგვიღია, ესე რომ ვთქვათ, პირიქით გამთენის დროს თავარ წერტილთან ახლოს, ან მოქმედებებთან ახლოს მდებარე ტერიტორიასთან მოვიყარეთ თავი და შევისვენეთ. მაშინ ღამე იყო, თენდებოდა და ბრნელოდა და მაშინ გავარკვეთ, რომ სხვა ქვედანაყოფებიც მძიმე ტექნიკა იყო თუ საარტილერიო ქვედანაყოფებიც ხედავდით მოკლედ რა ჩნდებოდა უკვე გამთენისას, რომ თურმე ერთ ფლანგზე ყოფილვართ, დიდად არ მომეწონა ამ ქვედანაყოფთან ყოფნა, იმიტომ რომ სტრატეგიულ ქვედანაყოფთან ალბათ არ იქნებოდა კარგი სამროდო მოფრენის ადგილი. ხო და თან როგორ იყო, იცი, მე რაღაც წვრთნებ გავლილი და უფრო კრიტიკულად უყურებდი ამ ყოველს, მაგრამ ახლა ომის ფართომასშტაბიანი ომის პროცედურებში იმ პატარა ტერიტორიაზე როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ ეგ ალბათ მაგას მე ვერ ვასწავლიდი იმ დროისთვის ხელმძღვანელებს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია. და ნუ გამთენისას ზოგადად ესეთი პრინციპი აქვს, რაღაც თუ შენ შეამჩნე მოწინააღმდეგეს აღწერა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ შენ შეიძლება თვლიდე რომ მოწინააღმდეგეა, მაგრამ ნიშნები უნდა კონდეს და რაღაც არგუმენტი უნდა იყოს, როდესაც ცეცხლის გამოძახება არის. შენ ცეცხლის გახსნა ერთია, რომ შენ ხელმძღვანელმა ცეცხლის გახსნის უფლება მოგცეს, მაგრამ ხა რომ თუ ტანკს ხედავ, ცეცხლს ვერ გაუხსნი, ხა ანუ კი გაუხსნი, მაგრამ მაგაზეც უფლება გინდა რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ბევრია, ალბათ ჯობს რომ ცეცხლი გამოიძახო, ან საჰაერო, ან საარტილერიო. ნუ ამისთვის შესაბამისი საფეხურები არსებობს, რაც ფილტრავს იმას, რომ იდენტიფიკაცია რომ მოხდეს, ნამდვილად მეგობრული ცეცხლი არ იყოს. იდენტიფიცირების მიზნით რომ დავინახეთ უკვე რაღაც მოძრაობები, გადავეცით რომ ხედავთ მოძრაობები შეიმჩნევა და აბსოლუტურად იმ პროტოკოლის SOP-ის მიხედვით გადმოგცეს, რომ რა არის თუ არა რამე ნიშნები და იდენტიფიცირება. ნუ ჩვენი გამოუცდელი ასე რომ ვთქვათ, პასუხი იყო, რომ ან თქვენ არიცით ყავთ თუ არა ქვედანაყოფები იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ანუ ხედავდით რომ არ იყო რა მოკლედ ჩვენი ეს ტექნიკა. და ნუ სანამ ამას ვარკვევდით, დაიწყო უკვე შეტაკებები და ნუ ცეცხლი გაიხსნა იქიდან მიმართულებიდან. კაი ხნის განმავლობაში დილის 9 საათზე მახსოვს რომ უკვე დაჭრილი ვიყავი და უკვე ჩვენი დაჭრილების გამოყვანის ოპერაციას ასრულებდნენ. დაახლოებით, ნუ რამოდენიმე ათეული ადამიანი დავიჭერით, ერთი გარდაიცვალა. კონკრეტულ ველზე, საბრძოლო ველზე და ნუ ეხა ის მომენტი თვითონ როგორ დაიჭერეთ? აი ეს ვიდეო შეგვიძლია ჩავდოთ ცეცხლის გახსნის ვიდეო, რომელიც ჩემი გადაღებულია, ეგ დავამატოთ ცინცაძე დაჯექი ვიდეო. რომელსაც გაიხსნა ცეცხლი თუ რას? გახსოვს როდის დაიჭერი? თვითონ ის რო დაიჭერი, მიხვდი რომ დაიჭერი? კი. აი ზუსტად იმ მომენტში მე რომ ამ ვიდეოს ვიღებ, ან როგორ სიტუაცია იცით, ანუ ცეცხლი გაიხსნა ჩვენ მიმართულებაზე. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა თავდაცვითი ზღუდეები მოწყობილი, წერტილები და
ამ ცეცხლს რო ვიღებთ ხდება უკვე ცეცხლს ვიღებთ, ანუ ხო, ნუ ცეცხლი, ანუ ის გახსნილი, ანუ საარტილერიო იქიდან თუ ტანკების მიმართ თუ რაც იყო, ყველაფერი ჩვენს მიმართულაზე უკვე როცა იქ რო ხედავთ, რომ გაიხსნა ცეცხლი, ჩვენთან უკვე რო ფეთქდება და ეცემა, ეს არის ცეცხლის მიღება ამ შემთხვევაში და ცეცხლი რო მივიღეთ რაღაც ვარიანტში მოხდა რომ ჩვენს წერტილებში, იმიტომ რომ სხვები დაზიანდა, სხვები გადმოდიოდნენ და თუ იყო 5 კაცი გათვალისწინებული უკვე 15 კაცი ვიჯექით და ვეფარებოდით, იმიტომ რომ საარტილერიო დაბომბვა იყო ძირითადი. და ანუ კავშირი წყდებოდა, სხვა ქვეყანებთან ახლოს ვიყავით, მაგრამ მაინც კავშირი გინდა ხა ეს ვერ დაუძახებდა, ვერ მოგაწვდის ინფორმაციას, ხო? ნუ აშკარა იყო რომ ამ საარტილერიო დაბომბვაში იყვება უკვე ცეცხლის გახსნის, ანუ შაშხანის მიერ, ანუ ავტომატის ხმა და ანუ ეხლა უნდა გაარკვიო, იმიტომ რომ ჩვენ M4-ებიც ჰქონდა და ამერიკულიც ჰქონდა და კალაშნიკოვებიც, ანუ რუსული იარაღიც ჰქონდა და ხა რა თქმა უნდა თუ შენ იცი რომ სულ ამერიკული იარაღით ხარ აღჭურვილი და უცებ რუსული იარაღის ხმა გესმის, რომელიც ნაუ ხა AKS-ის ხმა ეგრეთ წოდებულის ძალიან ისეთია გამოსარკვევია M4-ისგან გაარჩევ მარტივად და ანუ ეს ხმები ჩვენ შერეულად როცა ქონდა, ხმები უკვე ცოტა ისეთია, უნდა დააკვირდე რა, შენია, ისინი არიან, მოწინააღმდეგე გესვრის, ახლოს არიან. ანუ ამის გარკვევაში მთელი ქაოსია რა ამ სიტუაციაში და ზოგი იფანტება და თავშესაფარს ის რო აღარ აკმაყოფილებს სხვაგან ეძებს, ანუ იკარგება კავშირი. მოკლედ აი ამ სიტუაციაში ცეცხლი რო გაიხსნა იყო წამოძახილები რომ აი ხედავთ, ზოგი ვერ ხედავდა, მაგრამ აი ცეცხლს, ანუ ზოგი იქიდან რომ ქვედანაყოფი გადმოსულიყო ცეცხლის დაფარვა ჭირდებოდა და მოკლედ ამ პროცედურაში მე რო ვისროდი, ანუ აშკარად ჭიდები აღარ მქონდა უკვე და უკვე შევსებაზე უნდა დამჯდარიყავი და მე რო დავჯექი ცინცაძემ ჩამანაცვლა და ესე იგი რო ვერ მოვიძიე უცებ ტყვია წამალი კამერა მქონდა და მინდა რომ ეს სიტუაცია უბრალოდ აღმებეჭდა რა ხდებოდა. ანუ იარაღი გვერდზე დავდე, გადავიღე და ანუ მაგ დროს ცეცხლის წარმოება ხდება ნუ ერთეული გასროლებით, ალბათ დამიზნებით უკეთესია, იმიტომ რომ ჩემსავით ჭიდები არ დაეცალა. ან თუ რამეს ხედავს ამიზნეზე მიმართული ერთეული გასროლებით, თუ საჭიროება ავტომატური რა თქმა უნდა და ეს მომენტი არ მომეწონა რომ ცინცაძე ესე მართლა გმირულად თავს დაუზოგავად და თავის გამოჩენით მთლიანად ფეხზე იდგა და თავიდან ერთეული და მე ვიდეოში დააკვირდებით ავტომატურზე გადართო და გადაატარა და მაგ დროს ვიძახი რომ ცინცაძე დაჯექი შეწყვიტე ცეცხლი და დაჯექი. ხარ თუ რა პოზიციაზე? 10 მეთაური ვარ. 10 მეთაური ვარ, 20-ის სერჟანტი. პასუხისმგებელი ხარ მაგ ადამიანზე? კი, და ცინცაძე ამ დროს მეტყვია მფქვევია თუ არ ვწდები, სავარაუდოდ მანამდე ტყვია მფქვევის დაცალა და უკვე ავტომატით ისვრის. ხო და ეს პერიოდი, თუმცა ნახე როგორ არის, მე გამომდინარე იქიდან რომ 10 მეთაურად წავედი, მე მგონია 20-ის სერჟანტი ვარ, თუ არ ვწდები 10 მეთაური უეჭველი ვიყავი, რომ ჩამოვედი პირდაპირ ანუ ხოვთები უკვე ჩამოყალიბებული ქვედანაყოფები ჩემ ქვედანაყოფში რამოდენიმე ადამიანი უკვე სხვა დამხვდა და მე მაინც ესე რომ ვთქვათ ორი ადამიანი ხელმძღვანელობდით ეს რომ რაღაც ის უკვე იცნობდა პირად შემადგენლობას, მე ვიყავი ოფიციალურად, მაგრამ შეხმატკილებულად ესე რომ ვთქვათ მართვაში. და ხო ნუ ეს მომენტი იყო მოვრჩი თუ არა გადაღებას და ანუ არც გავთიშულა არაფერი, მახსოვს ესე ცოტა ისე თლიან სხეულზე რა, თლიანად ტანზე ჯავშანჟიროტმა დამიცვა და ეს მჭიდები დაზიანებული და ჩაფხუტმა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, ანუ ჩემი აზრით გადამარჩინა ჩაფხუტმაც და ჯავშანჟიროტმაც. დანარჩენი ყველგან მომხვდა დამსხვრევები და ამოვარდით. ნუ აი ჩემ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ესენი იყო ნამსხვრევები, არ მინდა რუსული ტერმინი მეხმარა. ნამსხვრევები იყო
60-იანის და ამ საარტილერიო პოზიციაში ჩააგდეს. ხო, ანუ ძალიან მასიური დაბომბვა იყო და AGS-ის რაღაცა როგორც მე შენახულიც მაქვს დიდი ხახნივით ბოლო ის რაღაც უცნაური ის რკინა აღმოჩნდა ჩემს ფეხში. ყველა დიდი ჭრილობა სადაც მიღე ის იქ იყო და რამოდენიმე დატოვეს რომ ამოღება არ ღირდა და მე კაფსულირების შემდეგ ეხლაც არის 2 წელი. ანუ ზიხარ ჭიდები დაცალე რაღაცა სამახსოვროდ რო კადრი აღბეჭდე, უნდა გააგრძელო ისევ და ამ დროს ფეთქდება შენს ახლოს რაღაცა და მრავლობით ჭრილობას იღებ. უშუალოდ ჩვენს შორის შიგნით პოზიციაში ჩამოვარ. ამ დროს როგორც თქვი, გონება არ დაგიკარგავს. რაც მე მახსოვს არა, ანუ მახსოვს ყველაფერი. ანუ ხო, აი რა გახსოვს, მოდი აი აღწერე რა, როგორც რამდენად შესაძლებელია. პატარ-პატარა ესეთი ტკივილები, ნუ აშკარა პატარ-პატარა ეს ნამსხვრევები, ძირითადი რამოდენიმე. კარგი, როგორც ისე რუსული ტერმინი, მოკეთ რა როგორც მივხვდი, ძირითადი ეს მსხვილი ნამსხვრევები იყო უფრო ჯავშანჟირეთმა აიღო თავის თავზე და დანარჩენი რამოდენიმე ცოტა მსხვილი და წრულებით დანარჩენი თელს ხელზე გაიფანტა ესე რომ ვთქვათ. მაგრამ წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნუ ამოყარა ესე რომ ვთქვათ იმ ადგილიდან. იმიტომ რომ გამოჩნდა უკვე ყველაფერი, უკვე იქ აღარ ვიყავი სადაც ვიღებდი ბოლოს, არ ვიცი ის კამერამენი საერთოდ როგორ წამოვიღე, იმიტომ რომ ის ჯავშანჟირეთი და იმ ჯავშანჟირეთში არსებული ამერიკული მართვის მოწმობა სხვათა შორის, რომელიც მე რუსებმა ფილმში გამოიყენეს, რომ აი ამერიკაში ვინც მსახურობდნენ ეთნიკურად ქართველები ჩამოიყვანეს ქართველებმა და აი და ტეხასის მართვის მოწმობა ჩემი აჩვენეს და ჩემი სურათები, რომელიც ლეპტოპში იყო და სენაკში დამრჩა და სენაკიდან წაიღეს მე და მოკეთ თელი ფილმი დააკეთეს. ხო და იქთან რაღაც აფეთქებების ხო ამერიკელებთან ერთად რაღაცებს ვაფეთქებ და აი ხედავ როგორც წუთნებს გადიოდა და მოკეთ ერთი ფილმი მომიძღვნეს კარგად. ხო და ანუ აი ეს აფეთქების მომენტი, ნუ ეს წვერი დაილექა, გამოჩნდა უფრო მეტი ქაოსია, რა თქმა უნდა. და მახსოვს აი ამ ადგილზე მაქვს პატარა მოხდები და თუ გინახავს ვიდეოში რაღაცა ეხლა წნევის დაგდების რაღაც ეს სისხლს რო აქცევს, აი დაახლოებით ესეთი და ჩემს წარმოუდგენელი იყო ეხლა ესე თუ სისხლს ვაქცევ, ესე ზეულმა მოუყრე ძალიან მალე, იმიტომ რომ ერთადერთი რაც მქონდა გულის წყვეტა ეს იყო, რომ აი მეთქი აი ძალიან ადრე ხო არ არის, ან არაფერი არ მქონდა გაკეთებული საერთოდ, შვილი არა, ოჯახი არა, ვერავის გაბრაზებაც ვერ მოასწარე, ვერავისი რეალურად ცხოვრებაში და მეთქი აი და როგორც ფილმებში ალბათ ეს გვებეჭდება, რას კადრებად უცებ ძალიან პატარა კადრად გაიარა ჩემო ცხოვრება რა გამიკეთებე და მორჩა. ანუ სინამდვილეშიც ეგრე ხდება, მარტო კინოს. ან მართლა ეგრე ხდება და ისეთი რაღაცებიც, რაც მეჩვენებოდა თუ ნახულობდი და თუ რაი რაღაც ამოდენიმე წამი თუ წუთი არ ვიცი დრო ალბათ წუთი ეს სისხლიც რო გაჩერდა და ნუ კარგად თუ არ რეალურად ანუ მოძრაობ არ ცოცხალი ვარ. ხო, ხედავ. ის ანუ წუილები და ისინიც უკვე გადის, აშკარად ეგრეთ წოდებული კანტუზია მაქვს და ნუ თლიანად სისხლიანი ვარ და თან აი ეს თვითონ სისხლის გემოც, იმიტომ რომ სახელმწიფოებად და სუნიც რაღაცნაირად აი ტრიალებს გარშემოს ჩემიც ესე იყო და ნუ მივხვდი ყოველ შემთხვევაში რომ არ ვარ ისეთი დაჭრილი რომ ცოცხალი ვარ, მოძრაობა ვცადე და მოძრაობ და დროა გავეცალო იმ ადგილს, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მოხდა რაღაც წამებში, მაგრამ ეს დაბომბვა ისე გრძელდება. და რა თქმა უნდა ხედავ იქ დაჭრილები, ძალიან სულად დაჭრილები, ზოგს ის კიდური, ზოგს ან ძალიან ცუდი სიტუაციაა და ხვდები რომ მე ამ შემთხვევაში ისეთ დაჭრილი არ ვარ რა, როგორც დანარჩენები, რომ კიდური მაქვს, ფეხი ვამოძრავებ ყველაფერს, ძირითადად ხელებზე ამ ხელს ვერ ვამოძრავებდი თითებს. და შევეცადე რომ ხოხვით გადავსულიყავი ანუ ის რომ ვინმეს მოკითხვა ანუ არ არსებობდა მაგის შანსი იქ რომ ვინ რამე გემართა ამ თავის აწევაც არ შეიძლებოდა რა და რაღაც ესეთი პატარა მახსოვს ბეტონი იყო ჩასხმული ესე დაბალზე რაზეც ვიფიქრე რომ კარგი ადგილი იყო რომ თავი მაინც თავი პირდაპირ გაგებით შემეფარებინა
რომ დანარჩენ სხეულზე თუ მომხდებოდა გადავრჩებოდა, აი თავში არ მომხდეს. ძალიან არ მინდოდა რომ გადავრჩი მის მერე სიკვდილი. და რაღაც პერიოდი, დაახლოებით 9 საათი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, აშკარა იყო, რომ ვერც ვერავინ მივიდგებოდა თავის აწევასაც აზრი არ ქონდა. პირველ თავში ის მეტყველებდა, რომ საარტილერიო დაბომბვა, შეიძლება საავიაციაც, აშკარად შერეული ჭურვები არის, სხვა ესე ვთქვათ, ზომების, ამას ვიაზრებ. შერეულად ისმის ხმები, ეს დაჭილების ყვირილი წევილი და ერთადერთი რასაც ვფიქრობ პირველ რიგში იყო, რომ როგორც წესი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვის შემდეგ შემოდის ქვეითი, რომ გაწმინდოს ის დაბომბვის წერტილი და ნუ აი ეგ ველოდები როდის მორჩება და სავარაუდოდ რომ მორჩება იწყება მეორე. და ამისთვის უკვე მზად ვარ, უკვე ვიცი რომ უკვე კი ცუდად ვარ, რა თქმა უნდა, ბევრი სისხლი დავკარგე. მაგრამ ნუ ცოცხალი ხარ და ვამოწევი არახს, ერთი მჭიდი მაქვს და ვიცი რომ უნდა ვიბრძოლო ამის შემდეგ, ნუ არ უნდა მინიმუმ არ უნდა დავნებდეთ. და რატომღაც გონია რომ ყველა ესე ფიქრობს. მაგრამ რასაც ვუყურებ, აშკარად არ არის კარგი სიტუაცია და ჩაწყნარდა თუ არა მესმის ხმები, რომ ანუ ქართული ხმები, რომ შევდივართ გადასვლები იქიდან სუფთა გამოდივართ, გადავდივართ ჯგუფების გადაადგილება და შემოდიან ექიმები პირველ რიგში რა. ბოდიში მაგ ექიმებამდე ერთი რაღაცა მაინტერესებს. ანუ აი სანამ მან მიხვალთ ერთმანეთში რაღაცა გადაძახილი გადამოწმების მიზნით თუ იყო თუ ანუ ისეთი ქაოსია რომ ვერ ახერხებდა. არა, მართლა აი მე არ გამიკეთებია ყოველ შემთხვევაში ამ გადამოწმება. გესმოდა ხმები რომ ხმები იყო მხოლოდ აი დაჭრილების ხმები რა, აი უფრო ყვირილი ტკივილისგან გამოწვეული რა აი მართვა სრული დაკარგულია რა, ანუ არ არის ქაოსია. აი მე რო ვიძახდი რომ ცინცაძე ცეცხლი შეწყვიტე, ეგ ფონი აღარ არის, რომ ვინმე არ ადგენს. ხო, ანუ მე ვისაც ხედავ საერთოდ გასაკვირი იყო რომ გადავჭი. ხო, ანუ და ის რომ ეხლა ჩვენ ავდგეთ და გადავჯგუფდეთ, ეგ ჩვენს ადგილზე ყოველ შემთხვევაში სადაც ვიყავი, იქ არ ჩანდა. პირიქით რა, ანუ ვიღაცები გულწასულები რო გვეგონა რომ გარდაცვლილები იყვნენ, პირიქით ანუ ცოცხლები აღმოჩნდნენ, ერთი გარდაიცვალა. და გავაგზავნოთ იქიდან რომ შემოდიან მედიკები. ხო, ნუ ეს ერთი მომენტია რომ აი არ ვიცი ხა ვინმეს თუ ეს აქვს გამოსული, ალბათ დამიჯერებს, მაგრამ დედას ვიცავარ, ანუ შენელებულ კადრებში რო ხედავ, რომ აი ჭურს რო ხედავ, რა თქმა უნდა, ხა ესე არა როგორც ფილმებში, მაგრამ აი რო ხედავ ჭურს, როგორ გადაგიფრინა. ანუ საერთოდ სხვა სამყაროში ხვდები და მან ეჭვდები რომ საერთოდ ხო ხარ ცოცხალი ან რა ხდება, რატო ხედავ ამ ყველაფერს, რასაც ვერ უნდა ხედავდე. და შემოდიან ექიმები, მართლა გმირები, უკვე დაჭრილი გმირები თვითონვე, ალბათ იმ პერიოდში სხვა ადგილზე მყოფები, სადაც უკვე გადაჯგუფდნენ შრომები დაიმუშავეს, ჩემთან მოვიდა და რა ხდება მაგ მომენტში, რა თქმა უნდა, ექიმი როცა შემოდის, პრიორიტეტი უნდა განისაზღვროს. ვიღაცა მძიმე დაჭრილია, ვინც ექვემდებარება გადარჩენას, ვიღაცა სისხლს კარგავს და სასწრაფოდ ჭირდება. ხო, ვერ შეაჩერა და ჭირდება სასწრაფოდ და ამის გარჩევა მიმდინარეობს. რა, უკვე გადაძახილები არის, რომ აი თავი ხელი, მე ვიძახდი თავი ხელი ფეხი რას მქონდა დაჭრილი, რომ ექიმს მიიღო გადაწყვეტილება ჩემთან მოსულიყო თუ სხვასთან მისულიყო. მაგრამ ეს შიში რომ ჩვენ ფეხზე ამდგარიყავით, კიდე გვაქვს, რომ აი არ არის ჯერ თითქოს ყველანი გატრუნულები ვართ, რომ აი დატრუნულები რა დაჭრილები ვართ პრინციპში, რადგანაც არ შეგვიძლია. ხა ძალიან მოვინდომე და ეს მახსოვს ექიმი ხელშეკრული თავზე ბინტი მთლიანად აქ სისხლი აქვს, ავაროთ დაჭრილი, ანუ ესეც იმით გამსხვრევებით და მოდის ჩემთან და მოყვება ცავი ჯგუფი, ანუ ექიმები რომ მოდიან, თან პლუს ჯგუფი მოყვება, ვინც უსაფრთხოებას იცავს და უსაფრთხოებაში გვარები არ მინდა თქვა, ხედავ ჩემს თანამებრძოლებს რა, ანუ ერთ ქვედანაყოფში ვართ და ჩემ მეგობრები. და ყველა ვინც მოდის, აუ ეს შვება და ბრუნდება რა და ანუ მე არ ვარ ეხა ძალიან ცუდად ხო ხდები, ანუ გონზე ვარ. ყველაფერს თითქმის ვამოძრავებ, რაც თავარია რომ კიდური არ მაქვს დაკარგული და
ვინც მოდის უყურებ, გზნობ სახეზე რომ ეს სიცხლე არის გამშრალი და ტყდება რა, სიცხე უკვე მზე აჭერს და ამას ხვდები, მაგრამ ვიცი საიდანაც იყო ეს გამოწვეული, სხვას ვერ უზნობ ვერაფერს. და ნუ ცოტა აქ მაგ ტკივილი აქ მოხდა ერთი, რომელმაც ასესის არ გამოიწვია. სავარაუდოდ თქვა. და მოკეთ ეს დანარჩენი რომ მოდიან და ეგრევე ბრუნდებიან, ანუ მეთქი რა, ანუ ექიმს ვეკითხები, უკვე გაბრაზებული რომ ხო კარგად ვარ მეთქი, ხო გადავრჩები მეთქი, იმიტომ რომ ანუ ესენი რატო იქცევიან ესე რა, ანუ ცუდი შესახედი ვარ მეთქი თუ რამეს ვერ ხედავ თქო და არა ყველაფერი კარგად არის, ანუ რაც გადაამოწმა ყოველ შემთხვევაში მკითხა როგორ იყავ რა. და მოხდა ეხა უკვე ჩემი და დანარჩენი ან დაახლოებით 3-3-4 კაცი გაყავდათ უკვე, იმიტომ რომ საშუალება მაინც იყო და რაღაც პერიოდულობით ცეცხლის გადაბრუნება ისევ იყო. ჩვენები უკვე იგზნობა რომ გადადიან შეტევაზე რა. არ ვიცი ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყანაყოფი, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად უკვე დაცულმაზე, მაგრამ ამ ბორცვზე ვართ რაღაცნაირად, საიდანაც უნდა ჩამოგვიყვანონ. აშკარაა რომ იქ არ არის ისეთი ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ. და ხდება უკვე ჩვენი ჩამოყვანა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც პატარა მიტოვებული სახლები, ან მიტოვებული იმ მომენტში კი არა, აი საერთოდ მიტოვებული სახლები, ანუ 5-10 წლის მიტოვებულ სახლებში ჩავდივართ აი პირველ სართულზე მიწის ქვეშ, სადაც ხდება ძალიან ბევრი დაჭრილები, სუდი მდგომარეობა, მიდის მორფინის გაკეთება, გამაყუჩებლები, გადახარისხება და იქედან უკვე ეს რაღაც წერტილია, სადაც ხდება ამის შემოყვანა ბრძოლის ველიდან, დახარისხება, ვის შეუძლია დარჩენა ბრძოლის გაგრძელება, გადახოვა ჭირდება, ტკივილ გამაყუჩებელი ჭირდება, თუ სასწრაფოდ წაყვანა ჭირდება და ქვემოთ უკვე რაღაც ბილიკის ბოლოს არის ტრანსპორტი მომდგარი რა, რამოდენიმე, ნუ სადაც რა ტრანსპორტი შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოდიოდა რომ გამოყვანა ძალიან ბევრი დაიჭრა რა, დაახლოებით არ მინდა რამოდენიმე ათეული სამხედრო მოსახლე იყო დაჭრილი. და მე ესე იგი მორფინი დიდად რაღაც წარმოდგენაში მქონდა რომ მორფინს რო გავიკეთებდი, გამთიშავდა და მიკეთებს ეს მორფინი უნდა გაგიკეთო რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილები ტკივავდა, მეთქი არ მტკივა ჯერ ცოტა და აუცილებლად დაგეწყება და ამიტომ ჯობია მორფინს გაიკეთება და მეთქი არ რას მიზამს თქო ეს მორფინი თქო რა, ექიმს ვეკითხები რომ მეთქი ანუ გამთიშავს თქო და აი ცოტა მოგადუნებსო და ტკივილებს გაგიყუჩებს და მეთქი არ მინდა თქო რა, ანუ რაღაცნაირად შიში მქონდა რომ რაღაცა ესე არ დავხვედრილი ყავი რა, მტერს ესეც წარმოდგენა მქონდა რომ იმის შემდეგ ქვეითები აუცილებლად შემოვიდოდნენ და თან ისე ძალიანაც ისე რომ თქო არ მტკიოდა რომ ვერ გამეძლო და მეთქი არ გამიკეთოთ მორფინი თქო და იქვე გადაწყვიტეს, ნუ ექიმები ბევრი იყვნენ უკვე და ძალიან მაგრად მუშაობდნენ ჩვენი ბიჭები, ერთ-ერთი გარდაიცვალა. აგურაშვილი, ჩვენი ბატალიონის ექიმი, დებანის ხონას, სამი ძმა წამოიდნენ ომში, ერთ-ერთი, ნუ აი არაჩვეულებრივი ადამიანი სამხედრო ექიმი გარდაიცვალა, ისიც თავში დაიჭრა, ისიც ჩემს გვერდზე პალატაში უკვე როცა თბილისში ჩამოვიყვანეს. და ეს ექიმები, ანუ უცებ გადაწყვიტეს, რომ მე მომკიდეს ხელი და ესე საკაცეზე ვარ და უნდა გადამიყვანონ რა, ანუ სავარაუდოდ იმაში გავდივარ, რომ ხო, რომ აქ არ უნდა ვიყო რა. და მე ვეუბნები, რომ ანუ არ მტკივა და ანუ სადაც მიყავარ და ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში გარწმუნებენ, რომ არა ხარ შენ ბრძოლის უნარო ხარ და ადეკვატური არ ხარ რა იმ მომენტში. და ჯობია რომ გაგიყვანონ და მახსოვს აი ეს ცინცაძე ზუსტად ეს ცინცაძეს დაიჭრა თქო და თავში ხელში ორივე ხელში დაჭრილი და თავში ოღონდ ცინცაძე ჯერ ვერ ხედავ არ ვიცი ცოცხალია არია გოჩა ცინცაძე და რო ჩამიყვანეს პანიკური შიში მაქვს აი დახურული ტრანსპორტის ანუ თუ ვერ ხედავ გარეთ რა ხდება და მარტო შიგნით ვზივარ ეს არის ჩემთვის აი მაგას ჯობია არ დაგემორჩილები და დამხრიტო იქვე და არ ჩამაჯინო მით უმეტეს ბრძოლის დროს იმიტომ რომ მგონია რომ ანუ როგორ ვიცი აი არ მინდა რომ რაღაცა ისე გარდავიცვალო მოვყე ომში და რომ ვერ ხედავდე რა. ეს პატარა გადახოვება გქონდა. ანუ ჯავშან ტრანსპორტში როგორ ჯდებია? თუ არ ჯდება? ანუ ჯავშან ტრანსპორტში. იმას ხო არა აქ? ანუ ქვეითა გადასადგილებელი ტრანსპორტი რაც არის KSM-ში, ანუ ყველა რუსულს არ ჩავთვლით და რუსული იყო, რუსული წარმოების მანდ მივყავდი რომ დავინახე რომ მან მივდიოდი, აი ყველაფერი გავაკეთე, ანუ ბრძოლის
უნარო რო ვიყავი, აი ბრძოლის გახდი ბრძოლის. გავხდი მაშინო და ანუ ვიბრძოლე რომ არ ჩამჯდარიყავ. მეთქი არ მინდა თქო რა, საერთოდ გადმოხტომას ვცდილობდი საკაციდან და არ ვემორჩილებოდი და მახსოვს გამიკეთეს მორფინი, დამამშვიდებელი და აღარაფერი აღარ მახსოვს რა რეალურად და ოღონდ ვიღვიძებ სროლის ხმაზე, ავტომატის ხმაზე და მირტყამს ვიღაც. თუ ვიღვიძებ და ვარა ეს Land Cruiser-ები რო არის თუ იცი პიკაპი. კი. უკან წევარ მარტო ფეხებთან ან ფეხებზე ფაქტიურად მაზის სამხედრო ჯარისკაცი მეერე გავიგე ეს ჯარისკაცი ვინ იყო თვითონ მითხრა და ძღოლი ხედავ ძღოლია და გვერდზე ცინცაძე ანუ ცინცაძე უწყვეტი კადრია ჩემთვის და მოუშორებელი და ცინცაძე ზის წინ ორკაციანია წინ რა ეს მანქანა და პერიოდულად რაღაც აი ისეთ ადგილებს სადაც კვეთავთ შეიძლება ჩასაფრება იყოს ხსნის ცეცხლს ძალიან უყვარს როლა რა როგორც ჩანს კადრებიდან სულ ისვრის ხო და ნუ ხვდები რომ ჯერ ზონიდან არ ვარ გამოსული საიდანაც სადაც უსაფრთხოდ ვარ და ეს ჯარისკაცი უცებ რაღაც ცდილობს რომ რაღაც ენა დამიჭიროს და მივხვდი რომ ეს ჯარისკაცი გონია რომ მე ვტები რა და მეთქი ანუ შემეშვია გამოვედი იმ მდგომარეობიდან მორფის მდგომარეობიდან თუ რაც გამიკეთა არ ვიცი მე მორფი მგონია გამოდივარ და ანუ ამ ეს ჯარისკაცი საერთოდ არც ვიცოდი ჩემი ქოდან თუ იყო არ ვიცნობდი რა იმიტომ რომ მე რო წასულიყავი შევსება ხდებოდა და მივხვდი რომ ეს ჯარისკაცი ცდილობს რომ ენა დამიჭიროს რომ გონია რომ ვითიშები ალბათ სახეზე ეგეთი ვიყავი რა და მახსოვს რომ გამოვედით უკვე და გამოვედით გორში მიდიოდით ჰოსპიტალში გორში ჩამომიყვანეს ნუ გორში ნუ შევედით უკვე საცობი იყო შესასვლელში უკვე ჰოსპიტალის დაჭრილების მანქანები მე ერთი ვიყავი და დანარჩენზე რამოდენიმე იყო პიკაპებზე ძირითადად პიკაპებით გამოყავდათ და ნუ საერთოდ ცუდი შესახედი იყო რა თქმა უნდა რაც იქ ხდებოდა რა თუ არ ავხსნათ ძალიან ცუდი იყო გავიარე დერეფანი ეზო დერეფანი მე უკვე საკაციდან უკვე მამაზე საოპერაციო მაგიდაზე მოხდა ნუ ექიმები ძალიან მაგრად მუშაობდნენ მინდა ვთქვა რომ აი იუმორიც კი ქონდათ რომ ჩვენ გამხნევება მომხდარიყო როცა შეიძლება გვერდზე გარდაცვლილი ყოფილიყო და აფეთქებული ჯარისკაცი ან დაზიანებული ნუ რაღაც არ ვიყავი ესე რომ თქვა გამოცდილი ესეთ სიტუაციაში არ მქონდა გამოცდილება და მახსოვს პირველად ეს დამუშავება სხეულის გამიკეთდა და უკვე იქ თუ ჩამთვალეს რომ მე აუცილებლად გადასაყვანიყავი უკვე ჰოსპიტალში მივხვდი რომ ჩემზე მძიმე პაციენტები ყავდათ და მიუხედავად ამისა დამამუშავეს და გადამიყვანეს ჩემდა გასაკვირად მარტო ერთ ოთახში გორის ჰოსპიტალში და მახსოვს გოჩა შემოვიდა თან იყო ჩემთან ოპერაციის დროსაც ჩემთან ერთად იყო და მასას უმუშავებდნენ ცინცაძე და შემიყვანა რაღაცა ისე ძმაკაცურად და გამომიშტობა და მე წავედიო რა უკან შებრუნდებიო ის მანქანა არ წამართვანო უკან და წავიდეო და წავიდა კიდე დაიჭრა არა გადარჩა და გოჩა რო ცინცაძე რო წავიდა ეს მახსოვს ეს მისი ჭერს უყურებდი რა და ანუ აფეთქებების ხმა ისმის გორშიც ანუ საავიაციო დაბომბვა ეს პერიოდი არ ვიცი ვერ ვარკვე ვერ ვიხსენებ რომელი საათია და საკმაოდ ისე მომეჩვენა რა ოთახი თეთრი ლამაზი სუფთა უსისხლო და ამ ხმებს რო უსმენ რო ქაოსია გარეთ მაგრამ აფეთქებების ხმა არის და უცებ ფეთქდება რაღაც ან ახლოს და ჭერი მეცემა თავზე ან მთლიანად წყდება და იშლება ჩამოვარდა იქ ჭური ხო და იმ მომენტში მეც ანუ წარმოვიდგინე მე მოძრავ და მოდის ესეც რა ანუ არსად უსაფრთხოდ არ ვარ ნუ ჩამოშავა და წარმოვიდგინე რამოდენიმე ან ჩამოშლიდა რამოდენიმე წამში ისევ შემორბის ცინცაძე და ნუ შენ ანუ ციცი ხუმრობ კინო სცენარია დაგზდებენო ალბათო და ისევ გარეთ გამომიყვანა და ანუ უკვე ჩვენ ანუ არ ამოყვება გამოწერა და რაღაც არ ხდება პანიკა აპირიქით რადგან დაიბომბა უკვე ჰოსპიტალიც და ტერიტორია მან გარდაიცვალა სხვათა შორის აბრამიშვილი თუ ორსები ექიმი მის სახელობის არის
თვითონ ორის ჰოსპიტალი, გოლში ჰოსპიტალი, სამხედრო. ეზოში დაეცა პირდაპირ. ხო. და უკვე გამოვყავარ ისევ გოჩას, გამოვყავარ იგივე მანქანით და გავდივართ უკვე ავტობანის მიმართულებით, რომ ანუ უსაფრთხო აღარ არის და გოჩამ უნდა ამ წინსაძე უნდა გამიშვას უკვე თბილისში რა. და ნუ მახსოვს გავედით თუ არა ავტობანზე და პირველივე ტრანსპორტს გადაუყენა მანქანად გააჩერდა ყვითელი სოფლის ავტობუსები რო არის რაღაც არ ვიცი აზიკი რაღაც ეგეთი სახელი არა ძველი უფრო აი ესე რო იღებოდა რაღაც კარები და მაგას აჩერებს შევდივარ და ესე იგი სავსე ავტობუსი მოხუცებით დაჭრილი მოქალაქეებით სამოქალაქო დაჭრილებს გულს ხო სამოქალაქო დაჭრილები და ძალიან ისეთი ცუდი სიტუაცია მხდება რა თქმა უნდა მაბარებს ამ ძღოლს და ძღოლი იძრება და მიდივარ თბილისის მიმართულებით და მახსოვს თბილისში ჩამოხვედი მშვიდობით თბილისში ჩამოვედი მშვიდობით მახსოვს ანუ რაღაც ჩამეძინა რაღაც გარკვეული მონაკვეთი ავტობუსში და უბრალოდ მახვიძებს ხმა ვინმეს დარეკვა ხო არ გინდათ ეს ხმა რა ვინმეს ხო არ გინდათ ახლობლებთან დარეკვა და ძღოლს აქვს ტელეფონი უკვე სადღაც აი თბილისთან ახლოს ვართ და მეთქი მე მინდა თქო რა ანუ ტელეფონი მომაწოდეს და მივხვდი რომ არავის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს ანუ მომაწოდეს მაქვს არ მარ და უცებ ანუ ცდილობ რომ გავხსენო და მახსენდება დედაჩემის ტელეფონის ნომერი არ დედაჩემს დაურეკო დედა ხო თან მეორე დღეა კავშირზე არ ვარ ანუ უკვე მაშინ დავფიქრდი პირველად აი დედაჩემი რა შვება ანუ მე საფრთხეს თბილისისკენ ესე არ აღვიქვამდი უფრო სადაც ვიყავით მანდ იყო და ანუ მაგ იმას დავფიქრდი რომ აი დედაჩემი ალბათ გიჟსგავს რომ არ იცი სად ვარ რა და ეხა მეთქი უჯობია რომ დაურეკო რა იმიტომ რომ პირველად ვიფიქრე მაგაზე რომ მანამდეც ვიფიქრე მაგრამ აი ეს კავშირი დილით რო თენდებოდა კავშირი უკვე აღარ გქონდა ჩვენ ტელეფონზე ზოგს დამждარიც გქონდა მაგრამ ჩახშ ან არ იყო კავშირი და ჩაახშვეს ესე რომ თქვა ჩვენებმა თუ მათ არ ვიცი და რო დავიწყე მას ფიქრი მახსენდება მხოლოდ დედაჩემის ნომერი რა და ურეკავ დედაჩემს დედაჩემი აი მაშინვე პასუხობს და პირდაპირ თორნიკე და ხო მეთქი მე ვარ და ნუ კარგად ვარ დაჭრილი ხარ და ნუ ხო დაჭრილი ვარ და კაი არა უშავს სად დაიჭერი და მეთქი ძირითადად ფეხში და ფეხი ხო თან გაქვს ანუ ძალიან სულად ქონდა წარმოდგენილი ალბათ ეს ყველაფერი და მეთქი კიდე რა თქმა უნდა მთელი სანათესაო ხდება თბილისში შემოსასვლელშივე ავტობუსთან და პირდაპირ საავტობუსში სადაც სავსეა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დამუშავება მოხდა ჩემი ჭრილობების ამოღება იმ დარჩენილების და უკვე ჰოსპიტალიზება ესე ვთქვათ ოთახში გამათავსეს და მე ეს პირველი ღამე ნუ იქ ერთი გარდაცული ერთი მე ის ვიღაც კიდე გარდაიცვალა მე დაჭრები შემოყავთ სუბუქა დაჭრები გაყავთ სხვაგან უკვე პალატებში ადგილები აღარ არის და აი ეს რაღაც მართლა ფილმის კადრებივით დამჭა და მახსოვს აი იმ ღამეს თუ არ ვთქვი ცხრის ღამეს უკვე ერთმანეთს ხო ვაკითხავდით მე მაკითხავდნენ ამ შემთხვევაში ჯარისკაცები მიკითხავდნენ და მახსოვს აი რაღაც ცოტა ესეთი ხმები იყო ტირილის ხმები და მახსოვს უკვე მე რო გავიგე რომ ეს ლაგურაშვილი ჩვენი ექიმი გარდაიცვალა რა რომელიც თურმე ბოლომდე დაჭრილი თავში დაჭრილი კიდე ჯარისკაცების ეხმარებოდა უკვე რო აღარ შეეძლო უკვე გამოიყვანეს აი ესე დასრულდა მე მგონი მოკლედ მთელი ეს ისტორია ჩვენი ომის იმ ბრძოლის იმ შემთხვევაში რუის ედიშანის ამ პერიოდში ნუ მეც ეგ მუშაობდი და პრინციპში ჩემთვისაც ყველაზე მძიმე რაც არის ესე მოგონება მაგომიდან არის ზუსტად ეს ჰოსპიტალის ეპიზოდი, როდესაც ეს დაჭრილები და სახისმშობლების შემოყავდა ტრიაჟი როცა ხდება თან ვერ ხვდები ექიმი რო ხარ რა მძიმეა რომ უნდა გადაწყვიტო რომელი დააპრიორიტეტო რა თქმა უნდა თავისი პროტოკოლია სიმძიმის მიხედვით ყველაფერი მაგრამ მაინც ახლა ორი ადამიანია ხო და ახლა რომელიც დაჭრილია
ის რო დაჭრილი არის, რავი, როგორ გინდათ, ხო შენ სუბუქად ხარ დაჭრილი და მოიცოდა ხანი დამელოდეს ხოს და მივხედო, აი ეგ მაგას ეგ იყო, ეგ არის ჩვენთვისაც ყველაზე ასე ვთქვათ ძიმე გასახსენებელი მაგ ომიდან და იდეაში ომი მაინც ასე ვთქვათ არის ის რისთვისაც ჯარისკაცი ემზადები, ხო? იდეაში პიკი ეგ არის თუ მოგიწევს, ხო? და რეალურად თუცა ამ ომში ხვდები რამდენად ასე ვთქვათ ის არის რა მოლოდინის გამორიცხულია ხო ეხლა როცა ჯარში ხარ ალბათ ფიქრობ ხო ომი როგორ რაღაც წარმოდგენა ჯარში კი არა ზოგადად ადამიანებს რაღაცა წარმოდგენები აქვთ ხო თუნდაც ფილმებიდან წიგნებიდან ომი როგორია და მანამდე გექნება ალბათ ნაფიქრი და იგივე და ახლოს მაინც არის რეალური ომი იმასთან რაც ადამიანების წარმოდგენაშია ვინც ომში არ ყოფილა ანუ დაახლოებით იგივე შედარებაა რომ აი სიმულაციაზე ისწავლო მანქანის ტარება და შემდეგ უკვე ქალაქში თბილისში გამოხვიდე მანქანას დაждდა და იარო ანუ დაახლოებით ეგ შედარება შეიძლება ვთქვათ რა ვერ იტყვი რომ ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ჯარი თავდასხმა ყოველთვის იმას ცდილობს რომ მაქსიმალურად მიახლოებული ემოციურად იქნება მორალურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ყველაფერი დაახლოს ნამდვილ ომთან და კარგია თუ რაღაც ომ გამოვლილი და გამოცდილი ქვედანაყოფი აკეთებს ამას უფრო მეტად თვალებში ჩახედვითაც გადასცემ მესიჯს ესე ვთქვათ მაგრამ მაინც მე მგონია რომ ვერ დაგეგმავ რა რაც არ უნდა უკეთესობა და უკეთესობა იქნება მაგრამ ომი მაინც ყოველთვის არაერთნაირი არაერთსახიანი არამედ სხვა სახით არის და სხვა მომენტები იქმნება ამიტომ მე ძალიან ბევრი ისეთი ისტორიები მომისმენია დაუჯერებელი ისტორიებიც რა დაუჯერებელი იმ მხრივ რომ მართლა ღმერთს უნდა უყვარდე რომ მან გადარჩე აი შენი ისტორიაც რა ხა მაშინ იყავი თავში საფარში იყავი იქ ჩაგივარ და აფეთქდი მე სამყოფო ჰოსპიტალში გადაგიყვანეს ჭერი თავში დაგეცა არა არიან ბიჭები წარმოგიდგენე აფეთქდნენ ღამე გაატარეს ხან უგონოში ხან გონება მოსულზე ითიშებოდნენ ან საერთოდ უმოძრაობაში მე გაწმენდაზე გადაულიათ მოწინააღმდეგეს კიდევ უსვრიათ და გადარჩენდნენ ანუ ეგეთი ბიჭებიც არიან და უარესები კიდევ ანუ ამაზე უარესი არ ვიცი რა არის მაგრამ ანუ ესეთი ბრუტალური ისტორიებით არის მოკლედ ძალიან ბევრი სამხრეთ მოსახლე და მაგით ვიძახი რომ მე სუბუქათას დავიჭერი რეალურად მათთან შედარებით იმიტომ რომ საშინელებები დაემართათ ბიჭებს და რავი ღმერთმა გადაარჩინა უმეტესი ნაწილი გამარჯვეს ყველას ვინც გადარჩა ხსოვნა ვინც დაიღუპა ომი საზიზღარი რამეა და ათმაგად საზიზღარია ჩემი აზრით ვინც ომით სპეკულირებს და ცდილობს რომ ნაომარ საზოგადოებას ომის ჭრილობები გაუხსნას და რაღაცა ამითი დააშანტაჟოს ასე ვთქვათ იმიტომ რომ მე მგონია რომ ადამიანი ვისაც ომი საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი არასდროს არ იკადრებს რომ ომით სპეკულაციას მიყოს ხელი მე ასე მგონია ხო გაჩნია სად გაგიწყდება ადამიანი ხო და მოკლედ აი ის არის ხო მეც რა თქმა უნდა ომი არაზოს საერთოდ ფიქრობ რომ მე ხო კიდე სხვადასხვა ოპერაციები იყო და ავღანეთი იყო და ასე შემდეგ მანამდე ერაყი ანუ თლიანობაში მე როგორც აი რამოდენიმე ომ გამოვლი და დაჭრილი ჯარისკაცი და მეგობრები დაკარგული ფიქრობ რომ მართლა ყველაზე საშინელი ანუ ისეც რაც უნდა მაგას დაფიქრება საშინელებაა მაგრამ შენ თავზე გამოცილი უფრო მეტად საშინელებაა ანუ ფიქრობ რომ საერთოდ არც უნდა იყოს ომი მაქსიმალურად უნდა იყოს პოლიტიკურად დამუშავებული მოგვარებული და არ უნდა გვესაჭიროებოდეს ჩართვა და უნდა გვარდებოდეს მანამდე. ბოლო უნდა იყოს ომი, ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ არ არის მარტივი. თუმცა საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ყოველთვის მზად არის და გამოცდილი თუ გამოუცდელი ქართული კაცი და ქალი ყოველთვის იარაღს იღებს. და იბრძვის მოწინააღმდეგეს. ნუ კიდევ როგორც არაერთხელ აგვინიშნავს, ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ და სამწუხაროა, რომ გვიწევს, თუმცა ნუ გვიწევს და რანაირად ეხა ანუ ვის უნდა, არავის არ უნდა, მაგრამ როცა სხვა გზას არ გიტოვებენ,
რავი, მონობას ჯობია თავისუფლება. კი, და თავარია ერი იყოს ამისთვის მზად. მზად იყოს ღირსეულად და იყოს იცოდეს რა ღირებულებებზე დგას, იმიტომ რომ იქ შეიძლება კითხვები გაგიჩნდეს, ან მერე გაგიჩნდეს კითხვები, იმიტომ რომ მე შეხვედრე ვარო, აი რისთვის იკავდა, ანუ ხო მაგის თქმა მინდა სხვათაშორის, ეხა რომ მესმის დაუშვათ აი ანწუხელიძეზე ან მე ძალიან დიდი ხანია ეს მესმის, ანუ სხვათაშორის ნაცნობებისგანაც ბევრჯერ გამიგია, რომ აი რავი რა თავს იკლავდი იმ კაცის გამო, ან ვიღაცის გამო, რუსეთს რო ვერ მოერეოდით რა, მაშინ გაიგეთ თუ, ანუ ხო, აი სხვადასხვა აზრი არის, ანუ ჩვენ ხანდახან ყველა წუხ შენზე, ყველას არავის არ უნდა რომ რაღაცა დაგემართოს, მაგრამ ვერაც ეს. მაგრამ ნუ ეხა სიმართლეს ამბობს თავის გადმოსახედიდან, რომ ეხა რავი, რუსეთ დათვი რო გამოგეკიდება, ბაბაია თუ რაღაც რო არის, ხო, აბა რა გეგონა? ხო, ნუ არც მეგონა რომ ჩავიდო და რუსეთს ავიღებდი და მე საქართველოს ვაქცევდი, ეგეთი განზრახვა ალბათ სრულის გარდა ვიცოდით, ვისო ომებოდით, ვიცოდით რომ შეიძლება წაგვეგო და დავმარცხებულიყავით და საერთოდ დაგვეკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ ეგ არის რა, ანუ რას ვიზამნე, ცოტა მესროლა, რომ მაგდენი მოთხოვნა არ რაღაც აი ჩემს სულ მესმის ეს, დღემდე მესმის სხვათაშორის, რომ რავი ვიღაცის გამო კინაღამ არ მოკვდი და ნუ ხან პასუხსემ, ხან თვლი რომ არ უნდა გავცე პასუხი. ხო, აქ თავარია გაიაზროს საზოგადოებამ, რომ ეს ვიღაცის გამო არ ხდება და ეს პირველ რიგში საკუთარი თავის გამო ხდება, რომ შენ როგორც ქართველი არსებობდეს საერთოდ და როცა რაღაცა ლაპარაკია, რომ ვიღაცა ქართველობას გართმევს, შენინებით არ უნდა დათმო, თუ კი ვინმე გართმევს, ხო? და ამაზე აქ ლაპარაკი, აქ არ არის ლაპარაკი ვინმეს გამო ომზე, ვინმეს გამო თავის გაწირვაზე, აქ არის საკუთარი იდენტობის, საკუთარი არსებობის უფლები, რომ გამოიმუშაო ამის გამო. და ომს არ იგებს მარტო ჯარი და არც აგებს საზოგადოება. ხო, რა, აი ხა მე შეიძლება იქ მოგვეგო და საერთოდ რაც გავაკეთეთ, ჩემთვის იქ გამარჯვება არის და ჩემთვის შევინარჩუნეთ. გმირები მარტო ის ადამიანები არ არიან, ვისაც დავარქვით გმირები და ვინც მიიღო გმირობა თუ გმირულად მოიქცა. რა ჩემი გადმოსახედიდან სიმართლე გითხრა, კი, ყველა ჩვენ მოვალებას ვასრულებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ წავიდნენ საერთოდ, მივიდნენ და ერთი ტყვია მაინც ისროლა, ყველა გმირია ჩემთვის, იმიტომ რომ არ არის მარტივი რა, რავი, სათამაში ხო არ არის. ანუ მიდიხარ, არავინ არ ვიცოდით იქ ვინ დაბრუნდებოდით ცოცხალი. ყველას გვინდოდა ცოცხლად დაბრუნება, მაგრამ არავინ არ ვიცოდით, ამიტომ ყველა გმირია ჩემი აზრით, ვინც საერთოდ მაგ გადაწყვეტილებას ჩემთვის ჯარისკაც გმირია. ჯარისკაცი მის არსში რასაც არის გმირია. ანუ მაგის ეჭვის ქვეშ დაყენებას აბსურდი არის და ზოგადად მაშინ საზოგადოება მეტწილად მოიქცა ისე როგორც მოიქცა და ჩვენ ზუსტად მაგ ამ შემთხვევაში თქვენს ახლა შენც იქ იყავი, ამიტომ მოგმართოთ თქვენს გამო და თქვენი ასე ვთქვათ პირადი მაგალითები და თქვენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო შევინარჩუნეთ. რა არის მიზანი, ხო? და მე ვიცით უკვე, რომ მოთხოვნა იყო, რომ რეჟიმ change და რაღაცა ქვეყნის გაუქმებაზე არის ლაპარაკი, ხო? ის ასაც დღეს თუნდაც უკრაინაში აკეთებს, ხო? ანუ რა ეხა ის არის, რა ქვია, დონეცკი და ლუგანსკი უნდა? ხო, არა, უნდა რომ უბრალოდ თავისი ეს რაღაცა იმპერიული სულელური ამბიციები დაიკმაყოფილოს და ის რომ მას ამისი საშუალება არ მიეცა, ეს არის კი რა თქმა უნდა წარმატება და როგორც ვამბობ, ეს არის რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი ომების ერთი ეპიზოდი და სამწუხაროდ არის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა საბედნიეროდ სახელმწიფო არსებობს და იმედია რომ ეს სახელმწიფო შეინარჩუნებს თავის არსებობას და გაძლიერდება ისე რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგეს. აუცილებლად ეგრე იქნება. მადლობა რომ გაიხსენე ეს ამბები, მესმის რომ ემოციურად არ არის ადვილი. იმედია საინტერესო იყო. მოგიწოდებთ დაალაიქოთ ვიდეო, გააშიაროთ განსაკუთრებით ეს და განსაკუთრებით წინა ვიდეო თქვენს სოციალურ ქსელებში, ბევრ ადამიანს მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, გამოიწერეთ არხი. ნახვამდის მომავალ ორშაბათამდე. მადლობა.